ელონ მასკმა ინტერნეტი გაადიჟა, როდესაც დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრიდან გამოსვლისას მოკლე ფრაზა თქვა, რომელმაც მედიაში ტრამპის წინააღმდეგ არსებული ნარატივი დაანგრია. ამ პარასკევს 2026 წლის 15 მაისს მასკმა ნათლად აღნიშნა, რომ საუბრები პოზიტიური იყო და კარგი შედეგები გზაგზაშია. ზუსტად იმ დროს, როდესაც ტრამპი ჩინეთის ტერიტორიაზე ამერიკის ტექნოლოგიისა და ბიზნესის უდიდესი სახელების გარემოცვაში გამოჩნდა. სცენა მძიმე იყო, რადგან სიემ მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტი არ მიიღო. მან მიიღო ტრამპი, რომელსაც თან ახლდა ის ეკონომიკური ძალა, რომელსაც პეკინი ყველაზე მეტად აკვირდება. Tesla, Apple, Nvidia, Boeing და დიდი ბანკები. სანამ კრიტიკოსები ტრამპს კუთხეში მიმწყდებულს ელოდნენ, სინამდვილეში პირიქით მოხდა. სისივცეს უთმობდა, ამერიკელი ბიზნესმენები იღიმოდნენ, მასკი მემედ იქცა და ინტერნეტმა მესიჯი სწორად გაიგო. ტრამპი ჩინეთში დახმარების სათხოვნელად არ წასულა. ის წავიდა ძალის საჩვენებლად, პატივისცემის მოსაპოვებლად და დახურული შეხვედრა საჯარო პოლიტიკური დომინირების დემონსტრაციად გადააქცია. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. CNN ბრაზილიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასკი გავიდა ცერემონიიდან სახალხო დიდ დარბაზში და შეხვედრები დაახასიათა როგორც შესანიშნავი, ასევე თქვა, რომ ბევრი კარგი რამ იქნა მიღწეული. Nvidia-ს ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ შეხვედრები კარგად წარიმართა და რომ ტრამპი და სი საოცრები იყვნენ. ეს გვეხმარება გავიგოთ, რატომ აფეთქდა ინტერნეტი. მასკს არ დასჭიროებია გრძელი სიტყვით გამოსვლა. ის უბრალოდ გამოჩნდა, გაიღიმა, სახის მიმიკები გააკეთა, სელფები გადაიღო და მიანიშნა, რომ კულისებში ტრამპისთვის ყველაფერი ბევრად უკეთესად იყო, ვიდრე ბევრს ეგონა. ამ სცენის ძალა კონტრასტშია. მოგზაურობამდე ბევრი ფიქრობდა, რომ ტრამპს სი ჩიხში მოაქცევდა, რომ ჩინეთი დომინირებდა მოლაპარაკების მაგიდაზე და ამერიკელი ბიზნესმენები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ გავრცელებული სურათი სულ სხვა იყო. ტრამპმა პეკინში ამერიკის ეკონომიკური ელიტა წაიყვანა და სი იძულებული გახდა ამ სახელებისთვის ადგილი დაეთმო ჩინეთის ძალაუფლების სიმბოლურ გარემოში. მიმდინარე სიახლეებში შეფასება მარტივია. როცა მასკი, როცა ტიმ კუკი დადებით სიგნალს აძლევს, როცა Nvidia-ს ხელმძღვანელის შეხვედრას აკეთებს, ბაზრისა და პოლიტიკისთვის გზავნილია, რომ ტრამპი ჩინეთში ნებართვის სათხოვნელად არ წასულა. ის წავიდა იმის საჩვენებლად, რომ ამერიკის ეკონომიკაში ჯერ კიდევ არის ელემენტები, რომელთაც პეკინი ვერ უგულებელყოფს. მასკი გახდა ცენტრალური ფიგურა, რადგან ის ზუსტად იმას წარმოადგენს, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩინეთს. ტექნოლოგია, ელექტრომობილები, ხელოვნური ინტელექტი, რაკეტები, სოციალური ქსელები, გლობალური გავლენა. Tesla-ს ქარხანა აქვს შანხაიში. SpaceX-ი მუშაობს სატელიტებსა და კოსმოსურ თავდაცვაზე, ხოლო სი უშუალოდ ახდენს გავლენას საჯარო დებატებზე ჩინეთის კონტროლის მიღმა. ამიტომ, როდესაც მასკი გამოჩნდა დელეგაციის შუაგულში, ვიზიტი ტრადიციული დიპლომატიის ფარგლებს გასცდა და პრესტიჟისთვის ბრძოლაში გადავიდა. ტრამპმა მის გვერდით მხოლოდ მრჩევლები კი არა, არამედ ბიზნესმენებიც დააყენა, რომლებიც წარმოადგენენ კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ მთელი გლობალური ჯაჭვების გავლენა მოახდინონ. ჩინეთმა სცადა გახსნილობისა და თანამშრომლობის იმიჯის გაყიდვა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, რომელსაც CNN ბრაზილი ციტირებს, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთის გახსნილობის კარი კიდევ უფრო ფართოდ გაიღება და ამერიკულ კომპანიებს ჩინეთის ბაზარზე უფრო ფართო პერსპექტივები ექნებათ. ეს ფრაზა პრაქტიკაში ტრამპის ნარატივისთვის საბრძოლო მასალად იქცა. წლების დაძაბულობის, ტარიფების, ჩიპების გარშემო დავის, ინდუსტრიაზე ზეწოლისა და სავაჭრო ომის შემდეგ სი ძინპინი გამოჩნდა და ამერიკულ კომპანიებს ჩინეთის ტერიტორიაზე მეტი სივრცის დაპირება მისცა. ტარიფი, ინდუსტრია, დაძაბულობა, ტარიფი, დავა, სი, დაძაბულობა, დავა, ტარიფი, დავა, ინდუსტრია, დაძაბულობა, ინდუსტრია, შემდეგ დაძაბულობა, დაძაბულობა, ტარიფი, სი. წლების დაძაბულობის, ჩიპების, ინდუსტრიის ომის შემდეგ ტარიფი, ინდუსტრიის გარშემო დავა გამოჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ილონ მასკმა საიდუმლო დოკუმენტები არ გაამჟღავნა. დაძაბულობა, ტარიფი, დავა პრეზიდენტის გარშემო გამოჩნდა. პრეზიდენტი, ინდუსტრიის ომი, ინდუსტრია. სანამ დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ლიდერების პოზიციას ინარჩუნებდნენ, ილონ მასკი მოგზაურობის არაოფიციალურ თერმომეტრად იქცა. მან აჩვენა ნაკლებად დაძაბული გარემო, უფრო ხელსაყრელი შეთანხმებებისთვის და უფრო კომფორტული ამერიკული მხარისთვის, ვიდრე დონალდ ტრამპის კრიტიკოსებს სურდათ ეღიარებინათ. ინტერნეტიც გაგიჟდა, რადგან ამ სცენამ დაარღვია ანტიტრამპისტული მედიის მიერ ნავარაუდევის სცენარი.
იმის ნაცვლად, რომ ამერიკელი პრეზიდენტი კუთხეში მიმწყდეულად ეჩვენებინათ, ვიზიტმა აჩვენა დონალდ ტრამპი პეკინში მოსიარულე სი ძინპინის მიერ მიღებული და მსოფლიო ეკონომიკის ტოპ ბიზნესმენებთან ერთად შეხვედრაზე მისული. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაჭრობის, ტაივანისა და ირანის შესახებ საუბრის შემდეგ სი ძინპინმა დონალდ ტრამპი წაიყვანა ჟონგნან ჰაის კომპლექსში, რომელიც დახურული და ძალზე სიმბოლური ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და მთავრობის ცენტრალური სტრუქტურები. სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ იქ დიპლომატიური ღონისძიებები უკიდურესად იშვიათია. ტრამპისთვის ეს ჟესტი პრესტიჟის სიმბოლოდ იქცა. ინტერნეტში ეს კიდევ ერთი სცენაა, სადაც დონალდ ტრამპი ჩინეთის პოლიტიკური გულის ცენტრში ჩანს და პეკინის ფონზე მცირე არ ჩანს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვაჭრობის საკითხები. საერთაშორისო მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი დათანხმდა შეიძინოს 200 ბოინგის თვითმფრინავი და მილიარდობით დოლარის ღირებულების ამერიკული სოია. ასევე არსებობს კიდევ უფრო დიდი მომავალი შესყიდვების შესაძლებლობა. ეს იყო დონალდ ტრამპის გზავნილი ამერიკელ ამომრჩეველთან, რომის ხსნიდა კარს ფერმერებისთვის, ინდუსტრიისა და ამერიკის დიდი კომპანიებისთვის. ჩინეთს მოუწევდა მოლაპარაკება დელეგაციასთან, რომელსაც ჩინეთი უბრალოდ ვერ დაიგნორებდა. სწორედ ამან გამოიწვია მემების აფეთქება. ეს მხოლოდ იუმორი არ იყო, ეს იყო ვიზუალური პოლიტიკა. ეს იყო ინტერნეტი, რომელმაც დახურული შეხვედრა აიღო და მასკის ყოველი ჟესტი აქცია ნიშნად იმისა, რომ ტრამპი გარემოს აკონტროლებდა. ჩინურმა მხარემ ფორმალობის შენარჩუნებას სცადა, მაგრამ მასკმა სცენა ტრადიციული კონტროლიდან გამოიყვანა. ის გამოჩნდა უფრო სპონტანური, უფრო უცნაური, უფრო ადამიანური და უფრო არაპროგნოზირებადი, ვიდრე სხვები. სხვა ადამიანები მკაცრად იდგნენ, მასკი კი ირგვლივ იყურებოდა, ფოტოებს იღებდა, ხალხზე რეაგირებდა და ათასობით პუბლიკაციისთვის მასალას ქმნიდა. ეს ქცევა განხილვის თემად იქცა, რადგანაც ეს მის იმიჯს შეესაბამება. მილიარდერი, რომელიც დიპლომატივით არ იქცევა, მაგრამ იმდენად ნენად მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ ფიგურად მიიჩნევენ. ვიდეოში ეს ოფნა წარმოდგენილია როგორც მემის რეჟიმი ჩართულია. და სწორედ ეს გახდა თემის აქტუალობის მიზეზი სოციალურ ქსელებში. ის შულთან ერთად გამოჩნდა მოგზაურობის დროს და ეს გახდა დებატის ნაწილი სოციალურ ქსელებში. ეს აჩვენებს ძლიერ კაცს, რომელსაც არ ცხვენია შვილი წაიყვანოს ელიტურ გარემოში. მაშინ როცა პროგრესული წრეები ასეთ ჟესტებს ხშირად შეუფერებლად მიიჩნევენ, კონსერვატიული ინტერპრეტაცია ამ სცენას ოჯახის, ნორმალურობისა და მამობრივი სიამაყის სიმბოლოდ აქცევს. საკითხვა სიამაყე ამერიკული პროდუქტის გაკიდვა. მან სცადა სი შეეყვანა უფრო დიდ ზეწოლაში იმ კრიზისებზე, რომლებიც ენერგიას, ომსა და ვაჭრობას ეხება. წლების განმავლობაში ჩინეთი ცივ გამოთვლილ და დაუმორჩილებელ ძალად მიიჩნეოდა. ეხლა სცენა აჩვენებს სიეს, რომელიც ტრამპს მასპინძლობს, საუბრობს გახსნილობაზე, მასთან ერთად იშვიათ სივრცეში დადის და ამერიკელი ბიზნესმენებით სავსე შეხვედრას თანხმდება. ტრამპი პეკინში ამერიკელ გიგანტებთან ერთად შევიდა, სი კი მამობრივად შეხვდა. ისინი ციფრული საწვავით ცხოვრებას გარდაქმნიან და ინტერნეტის სისუსტეს არ პატიობს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლეზე დაფუძნებული ინფორმაციით კარგად დაგაინფორმირო. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში. მალე შევხვდებით.